გამარჯობა. ეს ფერმაა, მე დემეტრე ერგემლიძე ვარ და დღეს ვესტუმრებით მესაქონლეობის მეურნეობას, სადაც ვნახავთ ანგუსისა და ჰოლშტეინის ჯიშის საქონელს ერთად. გავიგებთ რა განსხვავებაა მერძეული და მეხორცული მიმართულებების მუშაობის დროს და ასევე როგორ შეიძლება ვაწარმოოთ ეს ბიზნესი ისე, რომ მან მოგვიტანოს სასურველი შედეგი. რეკა, რამდენი ხანია რაც მესაქონლეობის ბიზნესში ხართ ჩართული და როგორ აღმოჩნდა თქვენ ფერმაში ანგუსი? დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყო ჩვენ ფერმერული მეურნეობა. საქართველოში არავის არ ყავდა იმ პერიოდისთვის ანგუსს და პირველები ვარ ჩვენ, ვისაც ეს დედათა ჯგუფი ყავს შემოყვანილი. ანგუსის ხორცი გამოირჩევა სხვა ჯიშის ხორცებისგან, ამას აქ მარმარილოსებული ხორცი, თუ არის 2 სანტიმეტრიანი ფენა ხორცის, მე დაახლოებით 60 მმ-ზე კონი მიდის, მე ისე ხორცი, მე ისე კონი და სასტეიკად არის იდეალური. თუ ჩვეულებრივი საქონლის ხორცი ღირს ევროპაში 10 евро, ანგუსის ღირს 17, 18, 20 евро. საინტერესოა როგორი მოვლა სჭირდებათ მათ. ანუ დღის განმავლობაში აი რა პროცედურები ვითარდება. ეს ჯიში არის მეტად გამძლე სხვა ჯიშებთან შედარებით, რომ ეს დაავადება იქნება, გარემო პირობები იქნება, კლიმატური პირობები იქნება, რაც იქნება უფრო ამტანი არის. თავარია რომ კონდეს საკვები. სიცივე ამას არ აწუხებს, სიცხე ამას არ აწუხებს. შობადობის თვალსაზრისით ადვილად მშობიარობს. ყველაზე მთავარი რაც არის დღიური წონამატია ყველაზე მეტი. ნახე, აი როგორც უყურებ, მე მგონი ფერმებს შორის სადაც კი ნამყოფი ვარ, ყველაზე აქტიურად ესენი ჭამენ. თან ჭამენ ყველაფერს აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველაფერს ჭამენ. 100 კილის ტოტებსაც ჭამენ. როცა ჩვენ ამოთ უშვებთ საბალახოდ იმ ადგილას რომ მიხვიდეთ მეორე დღეს აღარაფერი არ საერთოდ ვერაფერს ვერ ნახავ. თუ ბალახი გამოილია, მიწიდან იღებს ფესვს და იმით იკვებება. ჭამს ბევრს, რა თქმა უნდა, მაგრამ რენტაბელური საქონელი არის. იმ კუთხით რომ იაფიან პროდუქტს ჭამს. აი შეგვიძლია მაგალითად ნამჯაზე ყავდეს ეს საქონელი და ეს დღიური წონამატი მაინც დიდი აქვს ამას. სამწუხაროდ პერიოდში ყავს ბაგურკვებაზე და გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე მიყვავს მთაში და იქ უკვე მთის ბალახით იკვებებიან ესე. შეიძლება რომ ამთაბაროთ, მე როგორც მსმენია, საკმაოდ სუსტი აქვს ფეხები მათ. როდესაც ანგუსის წონა აღწევს 500 კილოგრამს, იმის მთაში ტარება მიზანშეწონილი არ არის. დაახლოებით აი როცა 400 კილოგრამის წონის არის, ის უკვე უნდა გადავიყვანოთ ბაგურკვებაზე და რაც შეიძლება ნაკლები იმოძრაოს, სახსრების პრობლემა წონიდან გამომდინარე და ამიტომ არის რომ ჩვენ მთაში მივიყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ზომის ანგუსები, რომლებიც შეძლებენ იქ სიარულს. მითხარით როგორ ჯობია რომ ესეთ ინდუსტრიულ ფერმაში გავანაყოფიეროთ ანგუსი. ჩვენ ხელოვნურად ვანაყოფიერებთ ამასაც და ბუღითაც ვანაყოფიერებთ, მაგრამ როცა რაოდენობა ბევრი არის ფერმაში საქონლის, სინქრონიზაციას უტარებთ, აი პირობითად 10 სულს თუ კეთებთ სპეციალურ ნემს, რასაც მოყავს ახურებაში, ჩვენი მეგობარი არის საკმაოდ კარგი ვეტერინარი გიორგი ამერიძე, რომელიც გვეხმარება ჩვენ ყველაფერში, ეხოსკოპიას უტარებს, ყველაფერს უკეთებს და თითოეულ ძროხაზე ყველაფერი ვიცით. როდესაც მოიგებს ანგუსი ხბოს, რა ასაკამდე უნდა მივიყვანოთ ის რომ თქვენ სარეალიზაციოდ იყოს სარგებლიანი. იდეალური ასაკი არის დაახლოებით 17-18 თვე. როცა იბადება ანგუსი არის დაახლოებით 25-30 კილოგრამის ხბო და წინახერვის ასაკში 500-600 კილოგრამამდე ადის. სუფთა ხორცი დაახლოებით რამდენი შეიძლება მიიღო, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ძირითადი პროდუქტი. გამოსავლიანობა აქ 60%, ანუ 500 კილოგრამიანი ცოცხალი წონის საქონელი ჩვენ გვაძლევს 300 კილო სუფთა ხორცს. თქვენ მითხარით რომ ეს არის სადედე გუნდი მთლიანად. კი ბატონო. დაახლოებით რამდენ სულამდე გეგმავთ რომ გაზარდოთ ფერმა? აქედან აბსოლუტურად ყველა გააჩენს ხბოს დაახლოებით 1 თვეში, თვენახევრში. აქ არიან შედარებით პატარა ასაკის განაყოფიერებულები არ არიან ვსწრით. მესამე ნაწილში არიან ანგუსები, რომლებიც გავანაყოფიერეთ, მაგრამ ისინი მოგებას დაიწყებენ 6-7 თვის შემდეგ. ანუ ჩვენი გათვლით დაახლოებით 1 წელიწადში ჩვენ გვეყოლება 100-150 სული სარეალიზაციოდ მომზადებული საქონელი. შევხედავთ როგორი იქნება მოთხოვნა თვითონ პროდუქცია, იმიტომ რომ ძირითადად ინტერესს გამოხატავენ ესეთი კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ქმნიან მაღალი სეგმენტისთვის. იმიტომ რომ ამის ხორცი ძალიან ძვირი იღებს და თქვა ანგუსის ხორციდან ჩვენ რო კატლეტი დავამზადოთ, ჩვეულებრივი კატლეტი, ხვდებით? თვითღირებულება იმდენ დიდი იქნება, რომ
მას არავინ არ იყიდეს. ახლა საინტერესოა რა ხდება მერძეული მიმართულებით, თქვენ გყავთ ასევე ჰოლშტეინებიც, რომელიც გაძლევთ რძეს და ამ ძით უკვე ამარაგებთ, როგორც ვიცი, ადგილობრივ გადამამუშავებელ საწარმოებს, ხო? კი ბატონო, აი საინტერესოა, ის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულება არის ანგუსთან შედარებით და გადავინოს იმ ფერმაში და კი, აი მინდა რომ შევადაროთ ერთმანეთს რა განსხვავებაა მეხორცული და მერძეულ მიმართულებებთან მუშაობის დროს. ჩვენ აქ ორი ფერმა გვაქვს ჰოლშტეინის, 40 სული არის ამ ფერმაში და 42 სული არის მეორე ფერმაში. ესენიც იმპორტით შემოიყვანეთ საქართველოში. კი, ესენი ჩამოყვანილი არის ესტონეთიდან. რა განსხვავებაა მეხორცულსა და მერძეულს შორის, რომელი უფრო იაფი დაუჯდება ფერმერს? ფასი თითქმის იდენტური არის, არსებითი სხვაობა ფასში არ არის. სხვა დანარჩენში ყველაფერში რადიკალური სხვაობა არის. ანგუსი რამდენადაც გამძლეარი ნებისმიერი პირობის მიმართ, ესენი ესე არ არიან. საკმარისია უმნიშვნელო დეტალი გამოგვეპაროს ჰოლშტეინთან და ჩათვალეთ, რომ მეორე დღეს ის ჰოლშტეინი ფერმაში აღარ იქნება, დაიღუპება. ფეხი ეტკინება, საკმარისად მოსა არ შეჭამს, წყალს არ დაალევს თუ რაც იქნება. ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და მივიღოთ მე შესაბამისი ზომა. ანგუსებზე განსხვავებით სისტემატურად ვიტამინი უნდა გავუკეთოთ, გადასხმა უნდა გავუკეთოთ, გლუკოზა უნდა მივაწოდოთ. გარდა ამისა, მშობიარობაც გაცილებით რთულად არის ჰოლშტეინებთან, ვიდრე ანგუსებთან. ანგუსი თვითონ აჩენს. აქ მშობიარობის დროს აუცილებელი არის ვეტერინარის ჩარევა, რომ იქ ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორი მოლოდინის ჩვენ გვაქვს. ესენი ვირუსლებენ სიცხეს, ამის გამო ჩვენ აქ სპეციალური გამაგრილებლები გვაქვს, როდესაც გარეთ ტემპერატურა 25-27 გრადუსს სდება, ესენი წველადობას უკლებენ. რა შეეხება წველადობას, აი საშუალო დღიური მონაწილე რამდენი გაქვთ ერთ? ჩვენ საშუალო დღიური მონაწილე გვაქვს დაახლოებით 25-27 ლიტრი, ზოგი დამშალი არის, ზოგი ახალი მოგებული არის და ახალ მოგებულ რძეს ჩვენ არ ვიყენებთ, ამას ვაძლევთ ხბოებს. ზოგი ძროხა აქედან 50 litrამდე იწველება, რომელიც ვერ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც უნდა იყოს, 20 ლიტრ რძეს გვაძლევს. ევროპულ ქვეყნებში სადაც დიდი გამოცდილება აქვს ჰოლშტეინთან მუშაობისა, ვიცით რომ ვერასდროს დიდი რაოდენობით რძეს იღებენ. საქართველოში რა ხდება? ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა კონცენტრატი დაუმატოთ საკვებში და თროხა 30 ლიტრსაც მოგცემს და 35 ლიტრსაც მოგცემს რძეს, მაგრამ ამ ფერმაში ვცდილობთ რომ ძროხა არ გამოვფიტოთ. თავისუფლად შეიძლება რომ წლის განმავლობაში 13-14 ტონაზე მოაწვევლინო, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მოვლა ჭირდება. როგორია მათი კვების რაციონი? კვების რაციონი ჩათვალეთ ერთი ძროხა, ჰოლშტეინი ასე ჩანს, იმას ჩანს 10 ძროხა ანგუსი. ჭამენ 14-15 კილოგრამ კომბინირებულ საკვებს, აქაც მასწავლებელი არის სხვადასხვა პროპორციით შერეული. დაახლოებით 40-45 კილოგრამ სილოს ჭამენ და დაახლოებით 5-6 კილო თივას. თუ არ მიეცი ზუსტად ის ნორმა, რაც ჭირდება, 30 ლიტრის მოგეთ მოგცემს 5 litrს. წველადობაზე ზოგადად აი კვების გარდა კიდევ რა მოქმედებს? აი ყველაფერი მოქმედებს აბსოლუტურად. ფერმაში არ უნდა იყოს ხმაური, არ უნდა იყოს სიბინძურე. თუ შევამჩნევთ, რომ ერთი ძროხა მეორე ძროხას ჩაგრავს, განმარტოვებით უნდა გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ის არაფერს აღარ მოიწველება. თითოეულ ძროხას უნდა ყოველდღიური დაკვირვება. თორე ეს რენტაბელურობას კარგავს. ბიზნესის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ჩვენ ხედავთ, რომ აქ არის მერძეული მიმართულება, საიდანაც ყოველდღიურად ვიღებთ შემოსავალს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რძეს ვწოლით და ვაბარებთ ალბათ. და მეორე მხარეს ყავს მეხორცული მიმართულება, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს და შემდეგ აქვს ბიზნეს ამონაგები. თუ შეგიძლია რომ შეადარო ეს ორი საქმე ერთმანეთს, რომელი ჯობია? არა, მართებულად აღნიშნეთ, ყოველდღიური შემოსავალი აუცილებელი არის ფერმის ამართავად. მაგრამ იცით რა, არსებითი სხვაობა მათ შორის არ არის. თანხის მოცულობა თითქმის იდენტური არის ესე დროს. როგორც ხედავ, აქეთ არიან ხბოები. მათ როგორი მოვლა სჭირდებათ, როდესაც დაიბადებიან მას შემდეგ? ამათი მოვლა საკმაოდ ფაქიზი არის. ჩვენ თითოეულ ხბოს დღეში ვაძლევთ დაახლოებით 7-8 ლიტრ რძეს. ეს საკმაოდ ხარჯიანი არის, მაგრამ თუ ჩვენ არ გავუკეთეთ ხბოს ის რაც არის საჭირო მისთვის, ამ შემთხვევაში უკვე ჯიში გაუარესდება და ვერ შევინარჩუნებთ იმ აღარ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ჩვენ ფერმაში. ზოგადად შევეხოთ, მაშინ დღეს საქართველოში არსებულ მეცხოველეობის დარგს, როგორ ფიქრობ, აი, როგორ ვითარდება
და რა სჭირდება მას იმისათვის, რომ უფრო მეტად შემოსავლიანი იყოს ფერმერისათვის. ჩვენი პრობლემა ფერმერების დღეს მდგომარეობს რაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ნედლ რძეს. კი. ამ დროს სხვადასხვა კომპანიები დაკავებულები არიან იმპორტით და შემოაქვთ რძის ფხვნილი და ეხლა ბაზარზე გაჩნდა ცნობილი პროდუქტი ირანული რძე პასტა. ამისგან ამზადებენ სხვადასხვა პროდუქტებს, მაგალითად მაწონს, არაჟანს, ყველს და ესე შემდეგ. სამწუხაროდ ისე რომ მომხმარებელი ვერ არჩევს ყველი იქნება ეს მაწონი თუ ესე შემდეგ. მივიღეთ კანონი, რომ მაგალითად ყველს თუ ის ნედლი რძისაგან არის წარმოებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ დაეწეროს ზემოდან ყველი ან არაჟანი ან ხაჭვანი ესეთი. კი, მაგრამ სამწუხაროდ ეს მაინც არ არის იმ დონეზე ამუშავებული და ისე დონეზე ის არ კონტროლდება, რომ ამან ეფექტი გამოიღოს. როცა ხანაერად ვიკითხოთ, როგორ ფიქრობ, აი გადამამუშავებელ საწარმოებს რატომ უღირთ უფრო მეტად რომ იმუშავონ, თქვათ, აღდგენილ რძეზე და არა ნედლ რძეზე? გაცილებით იაფიჯდება, იმიტომ იმისი ენერგეტიკული ღირებულება არის ბევრად დაბალი ვიდრე საღირძის. რატომ არის ამ ხელა განსხვავება? აი, რძის ფხვნილი ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე იყო რძე, რომელსაც თავისი თვითგრებულება ცხადია ქონდა, შემდეგ ის გამოაშრეს, ანუ აქციეს ფხვნილად, შემდეგ ტრანსპორტირება, იმპორტი, ასე შემდეგ და შემდეგ ხელახლა აღდგენა. კიდევ დამატებითი ტექნოლოგიური პროცესი, რომელსაც დამატებითი თანხები სჭირდება, თუმცა მაინც უფრო იაფი გამოდის. საქმე იმაში ხო არის, რომ ქართულ ფერმერებს უბრალოდ ძვირი უჯდებათ ნედლი რძის წარმოება. ძვირის გვიჯდება, რა თქმა უნდა. არ გვაქვს თუნდაც ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე იმის საშუალება, რომ 10,000-ობით ჰექტარზე მოვიყვანოთ მარცვლეული. როგორ შეიძლება რომ ეს თვითღირებულება როგორმე დაწიოს ფერმერმა? თვითღირებულებას ვერაფრით ვერ ვწევთ ჩვენ. წინა წლების განმავლობაში 1 კილოგრამი ხორბალი ღირდა 40 თეთრი. წელს 65-70 და ზოგ შემთხვევაში 75 თეთრი წელს. გარდა ამისა ჩვენ ვიყენებთ შროც. ეს საქართველოში არ ეწარმოება, ეს არის იმპორტირებული. ესეც შესაბამისად უფრო ძვირი გვიჯდება ჩვენ ვიდრე სხვა ქვეყნის ფერმერს და ამიტომ არის საქართველოში ზე გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ევროპულ ქვეყანაში. რა შეთავაზება გაქვთ გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი? როცა საქმე ეხება დარგის განვითარებას, ჩვენ ვფიქრობ ფერმერები, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს ამისთვის. სხვა შემთხვევაში ფერმა განვითარდება კი არა, არსებობა შეწყოს, რომ ის თანხა, რასაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ჩამბარებლებისგან, არ არის საკმარისი, რომ ფერმა მიარსებოს. აფასაით ვიდეო. აქ არის ჩვენი ბუღამწარმოებელი. უმეტეს შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ წელიწადში შეიძლება 2-ჯერ, 3-ჯერ დაგვჭირდეს და ფერმაში უნდა იყოს ამის ყოფნა აუცილებელი არის. ცოტა გაბრაზებულია, თუ არის ეს? აგრესიული. არა, ეხლა ეს უბრალოდ ეს არის ისე 7 ჯიში არის საერთოდ ჰოლშტეინი ანგუსგან განსხვავებით. აი დამშვიდდა. აი ვისით გათვალისწინება დაგჭირდათ, როდესაც ამ ფერმას აშენებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა უნდა გავუკეთებინა, მაინც რაღაცა გარკვეული შეცდომები დაუშვით. ხვები, რომლებიც იბადებიან და პატარები არიან, იმათთვის ცალკე არის საჭირო. დაახლოებით 6 თვის მოზარდებისთვის ცალკე არის. როცა გავანაყოფიერებთ პირველ განაყოფიერებისას, ისინი კიდე ცალკე უნდა ყავდეს. თვითონ ძროხებსაც შეეხება, რომ მეწველების ჯგუფი ცალკე უნდა იყოს, რომელიც უკვე აღარ იწველება და დაშრობის პირას არ მოსული, ისინი ცალკე უნდა იყვნენ. და გარდა ამისა, თუ რომელიმე საკმაოდ ამ ფეხი ეტკინება რამე აწუხებს, ისინი ცალკე იზოლირებულები უნდა იყვნენ. ტექნოლოგიების მიმართულებით რა გამოიყენეთ? ეგ ნახეთ ნაკელის გამტანი, რომელიც იყო ძალიან მარტივად მოწყობილი, რომ სისუფთავე იყო შენარჩუნებული, კიდევ რა ტექნოლოგიებს მიაქცევთ ყურადღება? პრიორიტეტად გვაქვს დასახული, რომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ საკვირდამრიგებელი, იმიტომ რომ ტექნოლოგიის გარეშე ამ ხელმეორნობის მართვა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ჯობია ერთხელ გაიღო ადამიანმა ხარჯი თუ გაქვს ამის საშუალება, რა თქმა უნდა და პრინციპში ყველა ფერმერს აქვს საშუალება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საგრანტო პროგრამებიც არის, ეს აგროსესხი ხო კიდევ მისწრება ფერმერებისთვის, იმიტომ რომ სესხს იღებ და პროცენტს იხდის სახელმწიფო. ანუ ეს არის უფასო ფული, რომელსაც 5, 6, 7, 8 წლის განმავლობაში ეტაპობრივად იხდის დიდი დახმარება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აპირებთ რომ განავითაროთ ეს თქვენი მეურნეობა? ცოცხალი ბიზნესი არის, ეს არ არის რაღაცა ვიყიდე და უნდა გავყიდო. აქ გაქვს მუდმივად იმისი საშუალება, რომ
განავითარო. სურვილი დიდი გვაქვს, რომ მინიმუმ 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი რაოდენობის საქონელი იყოს. ჩვენ ცდას და მონდომებას არ ვაკლებთ, რომ ზოგადად დარგი განვითარდეს. წარმატებას გისურვებ ამ საქმიანობაში. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ჩამოგბრძანდით და რაც მეტი ყურადღება იქნება ფერმერების მიმართ, შესაბამისად მეტი პროდუქციას იქნება და რაც თავარია, ჩვენ ვქვნით პროდუქცია საქართველოში. ქართულ პროდუქციას, რომელსაც ასევე ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მომხმარებელი უნდა მოიხმარდეს საბოლოო ჯამში. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთხელ გესწრებოდეთ. მესაქონლეობის განვითარებას გადაცემა ფერმა კვალდაკვალ მიყვება. ფერმერების დახმარება თქვენ როგორც მომხმარებლებს ძალიან მარტივად შეგიძლიათ. უბრალოდ შეარჩიეთ ქართული ნედლი რძისაგან წარმოებული პროდუქტი. გადაცემაში ფერმა ახლა სხვა რუბრიკები უნდა ვნახოთ, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა მოამზადეს. ნატანებიდან პროფესიით სამთო ინჟინერი, ამჟამად უმუშევარი. სოფელში მაქვს პატარა მეურნეობა. ძირითადად ციტრუსი, ახლობით 1-2 ტონას ვამზადებ, ლიმონი და მანდარინი ერთად აღებულს. კივი მაქვს დაახლოებით ტონამდე, თხილი 1-300 ძირი, დაახლოებით 1 ტონამდე აქაც მოდის. სოფელი მიყვარს და სოფელში თუ არ იმუშავე ისე რა უნდა ხნა. თავისუფალ დროს ვაკეთებ ტოპიარები ქვია. ამნაირ ფიგურებს, შვილიშვილის თხოვნით დავიწყე ეს ყველაფერი, 3 წლის უკან. ჯერ თხოვა ქოხი გამიგეთეო, მე ქოხთან რაღაც ცხოველიო და აუგეთე და როცა შევხედეთ რომ მოეწონა მას, მეც მომეწონა. გამომვლელი ნახულობდა და მოსწონდა მათაც. გადავწყვიტე რომ მივყოლოდი ამ საქმეს. მასალებს ძირითადად ვიყენებ რკინის კონსტრუქციას, მე მავთულით ფორმას ვაძლევ, რომ დაემსგავსოს მაგალითად ცხოველს და შემდეგ გარედან ვაკრავ ხელოვნურ ბალახს, მინდვრის საფარს. მულტფერიის გვირებს ძირითადად ბავშვები მაწვდნენ იდეებს და ამას ვაკეთებდი. მქონდა გაკეთებული მაშა და მედვედი, ნუპაგადი, წუნა და წრუწუნა. ეგერ შონის სხვარია კიდევ. სოფლის შენებას რა უნდა, კომბლე. უფრო ეგზოტიკურ ცხოველებს ვაკეთებ კიდევ. პანდა, ზებრა, პანტერა. ბავშვები რასაც თხოვდნენ, მათ რაც მოსწონთ. მე ახლა ვეკითხებოდი რა გავაკეთო ბაბუ მაგალითად. თვითონ მეტყოდა რომ ეს გააკეთე, ეს ლამაზი იქნება, ეს კარგი იქნება. ამის ცოდნა და განათლება მე არ მაქვს სპეციალური. რაღაც ხილგედელობა მიყვარდა ბავშვების და რაღაც ნიჭი მაქვს ალბათ ამის და საქართველოში ამნაირ რაღაცებს არ აკეთებენ. პირველი ფიგურა რო გავაკეთე, მე დამაინტერესა ინტერნეტში მოვიძიე მასალები, მაგრამ საქართველოში ვერ ვნახები მე რო ვაკეთებ ეს. როცა მასალა შემომელევა და მაგალითად ამ მომენტში ხელოვნური ბალახი არ მაქვს, ცემენტითაც ვაკეთებ ფიგურებს. ყველაფერთან ერთად მინდოდა რომ გურული პერსონაჟების ყოლოდა და ამიტომ გადავწყვიტე ეს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების გაკეთება, რომ ყაბალახიანი გურულები გამეკეთებინა. ჯერ მუშაობის პროცესში ვარ, დასრულებული არ არის. მეც არ მეგონა რომ ასეთი რაღაცები გამოვიდოდა. თავიდან ცოტა ის სხვანაირად უყურებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველას მოსწონს და ბავშვები ახლა იდეებს მაწვდიან, მეხმარებიან. ბიჭი მისწორებს კიდეც რაღაცებს, იმას უფრო ესმის რაღაცები, ხო იცით ბავშვების ამბავი და ეს ასე არ ვარგა ბაბუ მეტყვის, მე იმას თავიდან ვიწყებ და თავიდან ვაკეთებ.
ბაბუ. მოდი ბაბა. რა ზოგადად მუშაობ? გახსოვს ბაბუ? როგორ შეიძლება რომ არ მომწონდეს? გავს. ხო ბაბა. ცხვირი გავს? გავს. თვალები გავს? გავს. რაღაცა გამიგია. 3-4 წელი ვეხვეწებოდი რომ გაეკეთებინა ჩემთვის სათამაშო ქოხი. და გამიკეთა აი ეს ქოხი, პატარა სახლი, სადაც მთელი დღე ვიყავი, თამაშობდი, ვერთობოდი, მაგრამ ცოტა რომ გავიზარდე უკვე აღარ მინდოდა შენი ჩასვლა, მაგრამ არ მიყვარს რომ სხვა ბავშვები შედიან, იმიტომ რომ მგონია რომ მარტო ჩემია და ისე მიყვარს რომ მროლს ვერც კი აღწერ ბაბუამ ასაკმის კეთება დაიწყო ჩემი ინიციატივით და რა თქმა უნდა მომწონს, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს თითოეული ცხოველი, რომ როდესაც იყიდება, გული მწყდება რა, მინდა რომ სულ აქ იყო. მართალი გითხრათ გაყიდვა არც ერთის არ მინდა, მაგრამ შემდეგი ფიგურა რო დავიწყო, ამიტომ რაღაც სახსრებია საჭირო და მომიწია რამდენიმეს გაყიდვა. სურველი ბევრია, მაგრამ ყიდვით ვერ ახერხებენ დედოვით, რომ ძალიან ძვირი მიждდება მე, დრო ძალიან ბევრი მიაქვს და დაახლოებით 800-1000 ლარიდან იწყება თითო ფიგურა და ძალიან ცოტა იყიდება. სამუშაო პირობა იმდენად არ მაქვს სახელოსნოს. აპარტოება მინდა უფრო. სახელმწიფო პროგრამაა წარმოება საქართველოს იმაში მინდა განცხადება შევიტანო. თუ დამეხმარებიან, შეიძლება გავაფართოვო ეს და უფრო მეტი გავაკეთო. მე მგონი ამ სიბერიაში მივაგენი ჩემს საქმეს და ეს უნდა ვაკეთო. ყველა ადამიანში არის რაღაც ნიჭი, თავარია მიაგნო ამ ნიჭს. მე ამ სიბერიაში მივაგენი, ასე ქვია. მინდა რომ დადგეს ისეთი დრო საქართველოში, რომ ბევრ შეეძლოს ამის შეძენა და ეზოების გალამაზება. დღევანდელი ფერმა ამით დასრულებულია. ყოველ კვირას ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, იმისათვის რომ ჩვენი საქმე იყოს მეტად წარმატებული. ერთმანეთს მომავალ კვირას პირველი არხის ეთერში შევხვდებით, მანამდე კი შემოვერთით ჩვენს Facebook-ის გვერდს და მოусმინეთ საქართველოს რადიოს ეთერში გადაცემას ჩვენი ფერმა. ნახვამდის.